ქალებზე მაგარებს კარგი მადლობა და დროებით ეს კარგად წევდა კაიგდები თეთრ მიმდინარეო და გვახვედრეს საჩუქრები ჩვენ დავლეთ კოქტეილს და წავალს ოშაბეთია მე და სოფო მოვედით ყვავილების შესაკვეთად 7 მარტს ივენთი რა გვაქვს გვინდა რომ ჩვენს მონაწილეებს ვაჩქოთ ყვავილები მოვედით Lovely Rose-ში იმიტომ რომ გვინდა ძალიან პატარა საყვარელი ესეთი კონების გაკეთება და გვაინტერესებს დაგვიმზადებენ თუ არა თუ აქ ასე გვითხრეს მე კიდე ერთი ვერსია გვაქვს სადღაც სხვაგან წავიდეთ ჰაი დღეს არის დედის დღე და მივდივართ ყვავილების საყიდლად უნდა უყიდოთ ჩემს დედამთილს და დედა კაი ჩემ ორ დედას უნდა უყიდო ხო და მე არ მეჭმევა სკა არ მეჭმევა ეს ვისვენებთ ძალიან კაი ამინდია კეჭერ ყვავილი ავერჩიოთ და მე ყვავილი კაი ზეჯერ სკაში წავიდეთ ავიღეთ chicken cheddar-ის ვრეპი სკაში ქონდათ უგემრიელესი quick sandwich-ები რო არის მანდ ბაჟა და ქათამი და გააუქმეს აი სამშობლოს ღალატი იყო გიყვარდა მე მოყვარდა მარტო კაი კარგია მოკლედ ამ ბოლო დროს დავამოყენე რომ მიკროფონი არ ერთვება ჩემი ლაპარაკის დროს ხანდახან აღო დაწერება ოფისში ვართ არის 4 შაბათი დღე არის 2:30 და ძალიან ბევრი სამსახურის საქმე მოვიშორე და უნდა წავიდეთ მე და ხიზანა და ხელი უნდა მოვაწეროთ იმიტომ რომ რაღაცებისთვის გვჭირდება ხო და სოფო არის ჩემთან ხოლმე იმიტომ რომ ჭირდებათ ისე არ ოპირებდით ხო ისე ხარ თქვით და ხო და წავალთ იუსტიციაში ოღონდ დღეს განაცხადი შეგვაქვს და რეალურად მე მეჯვარებით უნდა მივიდეთ პარასკევს ხო და იმიტომ რომ რაღაცა ორი დღე ჭირდება თუ ერთი დღე ხო და მოკლედ ვნახოთ დღეს მოგვიტანს ხიზანა ასევე სტიკერებს და იმ რაღაცებს რაც ჩვენ ივენთისთვის დავორგანიზებინეთ ეხლა როგორ მიდის ივენთის მზადება შაბათს არის ჩვენი ივენთი პირველ საათზე პირველიდან 3 საათამდე გაგრძელდება უკვე დარეგისტრირდა 10 ადამიანი 10 ადამიანი დარეგისტრირდა და დანარჩენები არიან მოწვეულები ამიტომ ადგილი აღარ გვაქვს იმიტომ რომ თეატრარტის სივრცეში დაახლოებით 15 ადამიანი ყავდა განსაზღვრული ამიტომ უკვე შევსებულები ვართ რაც შეეხება პროცესს მოკლედ იქნება ერთი მასტერკლასი, რომელსაც მე ჩავატარებ. მე იქნება ძალიან კაი coffee break-ი და ბუფეტი და გვექნება ძალიან გემრიელი ტორტი და ძალიან კარგ საჩუქრებს ვაჩუქებთ ჩვენს მონაწილეებს, სასიამოვნოს, რომელიც რომარსთან იქნება დაკავშირებული და შემდგომ მეორე ნაწილი იქნება, სადაც ერთვება კარიერული კონსულტანტი სხვა ქვეყნიდან. ნუ ფიზიკურად აქ იქნება, როგორც სხვა ქვეყნის გამოცდილებაზე ილაპარაკებს და ჩვენ შეხვედრაზე მოდიან ის ადამიანები, ვისაც tech HR სფეროში უნდათ განვითარება. ხო და ნახოთ, ძალიან კარგი იქნება. აი ძალიან და ძალიან მიხარია, რომ ესე მოკლედ დროში სოფო მე და შენ მოვახერხეთ და დავორგანიზეთ ესე მარტივად რაღაცები, იმიტომ რომ იდეაში ვიცოდით ზუსტად რასაც ვაკეთებდით და ძალიან გახარებული ვარ. გუშინ დედის დღე იყო და მთელი დღე რაღაც საოჯახო საქმეებში ვიყავი ჩართული, მე საღამოს სახლი დავალაგე, რო იცოდე. სახლის დავალაგე და მივხვდი, რომ ძალიან ბევრი დრო მიაქვს სახლის დავალაგებას რა. აი, ძალიან ბევრი დრო მიაქვს. ხო და დღეს დაგვრჩა რაღაცები მოსამზადებელი. ვიცი რა გვაქვს? კი, მივწერე. ხო, უნივერსიტეტებს მივწერეთ და რეგისტრაციები მაქედანაც წამოვიდა ილიადან სხვათა შორის. ხო. ილიაში ხალხს ესმის რა უნდათ იციან. შვენიერი, კარგი, აბა, see you იუსტიციაში გნახავთ.
მოვიდით იუსტიციაში, ძალიან ბევრი ხალხია, უყურეთ, ანუ სავსეა. ყველაზე მეტი ინდოელი არის, ახლა ამათი კანონები რო გამკაცრდა და ვისაც ბინადრობა არ აქვს, რო ვერ დარჩება ქვეყანაში. უსრულებს. ხიზანა უსრულებს ოპერატორს, რომ გადართევენ ნომრები. გვარის ცვლილებაო გინდათო, მეკითხებიან. შევიცვალო? გვარი? ხიზა, გვარი შევიცვალო? რა? გვარი შევიცვალო? არა. რატო? არ მინდა. არ გინდა შენ გვარზე რომ ყო? შენ რო ჩემზე გადმოხვიდა? კი, ეგ ძალიან მინდა. ხო. პროტა მოგწერთ მაშინ კარგი, დიდი მადლობა და დროებით. ლურჩი, ჩახადრას, სადაც რაღაც, საით პროექტი შემოთავაზეს. და სამწუხაროდ მე მგონი რომ ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული პერიოდი მაქვს და ალბათ არ მეცლება ამისთვის. თოუსედ. მეგობრებო, მოკლედ გვეგონა რომ კამერა იყო ჩართული. ძალიან გემრიელ სალატს. რომელსაც აქვს ავოკადო, კვერცხი, კინოა. კვერცხი, მე მგონი ეს კვერცხია რა? აი ეს არ არის კვერცხი? ყველი ბოდიში. ნუ სოუს დავატოვე უბრალოდ. ქათამი, ძალიან გემრიელი სოუსი. რო კრინჩისთან მიყვარს და აი პურში და კაჭობებს დაიწყებდა. მეგობრებო, ვინც არიცით ჩემს შესახებ? უძლიერესი ვარ დურაკაში. მინიმუმ პოკერი ხომ უნდა მეთქვა. აი უძლიერ შებრუნება გინდა, ის გინდა რა ქვია, მოტყუება გინდა, ის გინდა კაროჩი. ხო, აი ეგარ მე. და ბურა კი ვიცი, მაგრამ მოწყდა და ძალიან მაგრამ მეყვარს სპლენდორი. მაგდის თამაში უნდა 4 კაცი უნდა. ეს სხვა შორის ჯოკერში არ გამონდეს აი დათვლები რა, აი რაღაცა საზიზღრად რო თამაშობენ, აი ბიჭები რო ითვლიან ყველაფერს და აი ვერაფრით არ ვიცი, მაგრამ მაინც კარგად გამონდის. კაი. მე მყავს 7-იან აგური, გინდა? ჩამოვიდე? წრიან, წავიდე. მოვატყუ, არ მყავდა 7. შემდეგი უზი და ჯვარე წავიდა ჩამოვიდა დამა წევდა მე არ მაქვს როც მიმოთამაშეა წაგებული ეგორი ეშინია წავიდა რაიდან თავდა თამაში არის ის მეგობრებო ვიტყო ყველაფერი ვერც კი შემომიბრუნა ან ფრედამ თავდა მე დავიწყე ერთი მოტყუება ჩემს სახელს ვერი კარგი მყავს მეგონი ჭერი გირს გავს მეგობრებო ეს აი დაივიწყეთ ეს ხელი თავიდანვე შევატყე რომ რაღაცა ჩაწყობილი აი დღეს არის ხუთშაბათი დღე მოვედი თოდუას კლინიკაში ანალიზების ასაღებად და ყველაზე კომფორტული არის აქ ანალიზების გაკეთება, იმიტომ რომ რაღაც ძალიან კარგი გარემო არის. მომსახურებაც იდეალური, მოკლედ, როცა მაქვს საშუალება რომ აქ მოვიდე, სულ აქ დავდივარ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს მაქვს ძალიან ბევრი საქმე. დილიდან სამსახურის საქმეები მაქვს, მერე სოფო მოდის ჩემთან და ივენთის რაღაცები საბოლოოდ დავაორგანიზოთ. ყვავილების ჩუქებას ვფიქრობთ რაღაც განსხვავებული ფორმით. და უნდა გავამზადოთ ეს ყვავილების ჩასადებები და ასევე სატესტოდ ერთი ყვავილი უნდა ვიყიდოთ, რომ მივხვდეთ უხდება თუ არა იმ ფურცელს. მერე ლექცია მაქვს დღეს BTU-ში. დაახლოებით 1 საათი უნდა შევიდე. დღევანდელი თემა არის AI და AI-ის პოტენციურ სტუდენტებს, ვინც შეიძლება რომ AI-ზე ჩააბაროს BTU-ში წინასწარ უნდა ასე ვთქვათ მოვუყვეთ ამ პროგრამის, ზოგადად კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ და ამ პროფესიის შესახებ, რამდენად
დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში. მე ჩემი ედიტორი მოდის ჩემთან, იმიტომ რომ რაღაცა უნდა გავაკეთოთ. რასაც დისტანციურად ვერ ვიზამდით და რაღაცა საინტერესო განვითარება უნდა ვიპოვოთ ჩემს არხსაც, მის პოტენციალსაც და ასე შემდეგ და ბოლოს რა მაქვს? ხო, საჭმლის ტარება დავიწყე სამსახურში. ჯანსაღყვებაზე ვარ და ხოთ რამდენ ხანს გავძლებ. ეს კიდე რა საქმე მაქვს? სტიკერები მოვიდა. ნახეთ როგორია. ხა ცუდად დავაკარიმე, მაგრამ ანუ ძალიან კაია. ეს სტიკერებიც ივენთისთვის დაგჭირდება და ასევე სივრცე უნდა დავგეგმოთ, როგორ უნდა მოვაწყოთ data arch-ი. ყველაფერი დანარჩენი შეკვეთილი გვაქვს. მოკლედ დარჩა ყვავილების ფორმის გამზადება. ყვავილებზე ვფიქრობდით 3 ვერსიას, ერთ ვფიქრობდით ვარდს, რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ძალიან გრძელია და არაკომფორტულია სატარებლად, მაგრამ ნუ ჯერ კიდევ მაინც მიტრიალებს ტვინში. მეორე ვერსია პიონები მომეწონა ძალიან და გაჩვენებთ, როგორ პიონს ვფიქრობდი და მე მგონი პიონები ქვია, მე რას მომეწონა ხა. და მესამე იყო აი გამხმარი ყვავილები, რომლისგანაც ესეთ ძალიან მრავალფეროვანი პატარა კომპაქტური ბუკეტები კეთდება, მაგრამ ეს აი გამხმარი ყვავილის იდეა არ მომწონს რა, რაღაცა ირვამარტია და ცოცხალი ყვავილი, ცოცხალ ყვავილს იმსახურებს ყველა ქალი. Hi, მიკროფონი არ მაქვს და ეს და ლაპარაკებით. არ მაქვს რა, ვორჩობთ. ეხლა უნდა გადავიღოთ TikTok-ზე ვიდეო, ჩვენი შაბათის ივენთი, რომ ივენთზე ერთი მოსაწვევი დაგვრჩა და რომ დავათამაშოთ. მე მომიშორე. მე ახალი მაგის ფანქარი, რომელიც დამავიწყო 8 მარჩამისლო ფასდაკლების მეყიდა. ძლივს გადავიღეთ. აი, მეგობრებო, პარასკევი დღე არის, დილიდან, მუშაობდი სახლიდან. დღეს ვაწერ ხელს და გამოგვიარა ძალიან მაგარმა ტაქსმა. კაი, ხუმრობ კონკრეტ გამოგვიარა ჩვენმა მეჯვარემ ჩიკვამ. რომელიც ელოდებოდა, რომელიც მეოდა თეთრი კაბა. და გადმოვიდა მანქანიდან, კარი გამიღო და მათვე ისინი ჯინსები. სახშიც შენიშვნა მომწეს, რომ რატოგაც სვიაო, შავებიო, მაგრამ ძალიან ქრინჯავს იუსტიციაში გაპრანჭული მისვლა და მოკლედ არ ვიპრანჭობთ, მათვე ჩვეულებრივად. მე წავალთ საჭმელად, ყველა გზაშია, ყველა საგვიანდება, ძალიან საცობებია. ნახოთ დაგხვდება თუ არა რიგი. ავედით იუსტიციაში, ანუს დარჩა პირადობა სახში. და ველა გაბრუნდა და თავიდან მოდის, არის 9-ვარი. 6-ის. მაგრამ არ ამშეს ხატავ ხომს. ხო არა და ანუს გარეშე ვიზამს და ვსა. მოვიდა დაგვიანებული. კაბატონმა ანამ და ბატონმა გიორგიმ უნდა მოაწერონ ხელი და მაგისთვის შევიკრიბეთ ეხა აქ. არ ვიცით რომ აქვთ თუ არა რომ რამე გადაიფიქრონ ან აზრი შეიცვალონ, მაგრამ აქ ვართ ეხა ადგილზე და თქვენთან ერთად ეხა ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები. აი კაბატონი უკვე გვეძახის პირადობების მოწოდებაზე. მე პატარა მიკროფონი. რას. ნიკოლოზ მიბრძანდით ხელის მოსწერად. ოფიციალურად მოაწერლება. შენ გაგიჭირდება დატევა იქ. ვიწყებს დაგემოვნებას წისქვილის, მოკლედ.
სკოლში ვართ იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ ვიყავით რაღაც უფრაზე, სადაც ძალიან გემრიელი საჭმელები მოიტანეს და მაგიტო გადავწყვეტ, რომ სკოლში მოსულიყავით. მე ხა ყველაფერს გავსინჯავ და ყველაფერს გემოს გეტყვით როგორი იქნება. მიგზიანი პატრიჩი. ეხა ვარ ტერასაზე სკოლში და იქ საერთოდ სხვანაირი მენიუ იყო და აქ საერთოდ სხვანაირი, ამიტომ თუ აქ წამოსვლას გადაწყვეტ ტერასაზე არ მოხვიდეთ, იმიტომ რომ გემური იყო რაღაცები. შქმერული იყო 10-დან 0. მიგზიანი ბადრიჯანი იყო 10-დან 2, ხაჭაპური იყო 10-დან 10, კედრებამდრის საათი ნიგზით იყო 10-დან 10, წვადი 10-დან 5, free 10-დან 8, ამეთი არაფერი მჭამია. მოკლედ არ მაყოფილი იქ ბევრად უფრო გემრიელ ჭამა. ეხლა ჩვენ ვართ ტელეგრაფში და მე 7 თვის მერე პირველად გარეთ გამოსული და უნდა დავლიო ჩემი საყვარელი კოქტეილი, რომელიც მეინაწრებოდა 9 თვეს პლუს 7 თვე. პორნსტარ მარტინი ვია ამ კოქტეილს და თუ ვინმეს არ გაგისინჯავთ, აუცილებლად გასინჯათ კონკრეტულად ტელეგრაფში რა. ანა და ხიზანა მოაწერეს ხელი, დღეს არის 6 მარტი, ხო? მე ავღნიშნეთ ვიწრო გარემოში და ცოტა ხანი კიდევ იქნები გარეთ და მე უნდა წავიდე. აგერ უკვე 4 თვეა, არა 3 თვეა ვარ გუდაურში და მარტშიც თავიდან მომდა გუდაურში და ყოფილიყავი, იმიტომ რომ მაქვს რაღაც ჩემი საქმე იქ. სტრესის არის გზა. შეგიძლია ილაპარაკო. მოკლედ ანუ ამ ომის გამო ყველა ის target ქვეყანა, რომელიც გუდაურში ჩამოდიოდა სასრიალოდ, საერთოდ ყველა ქვეყანაში ჩაიკეტა აეროპორტები და სამწუხაროდ მე საქმე აღარ მაქვს. ამიტომ ვარ მეც ტელეგრაფში და ის პორნსტარ მარტინს. კაი დღე იყო ძალიან. ეხა ტელეგრაფში მოვედით, აქ ძალიან ბევრი ხალხია. ჩვენ რო აქ ბოლოს ვიყავით, მართლა რავი, რამოდენიმე მაგიდა იყო სავსე და ნამდვილად აღარ არის სასიამოვნო ამდე ხალხში ისდომა, მაგრამ მაინც კაი. ეხა ჩვენ დავლეთ კოქტეილს და წავალთ. მოგიყებით ჩვენი მეგობრობის შესახებ, როგორ დაიწყო? უნივერსიტეტში ჩავაბარეთ და ხა მოვყვები 3-ვეს. მოდი თან სახეებიც იყოს აქ. მოკლედ უნივერსიტეტში ჩავაბარეთ და ვსწავლობდით ფსიქოლოგიაზე კავკასიაში. ერთ დღეს მივდივარ უნივერსიტეტში და სია მოიკითხა ლექტორმა. ერთ დღეს კი არა. ერთი სემესტრი გავიარეთ უკვე და მეორე სემესტრზე რაღაც ლექციაზე ამოიკითხეს სია და წაიკითხეს სახელი ანუ რაღაცა გვარი არ დავაკონკრეტები ხა? მეთქი ანუ თქო რა სახელია თქო რა ესე ვთქვი ჩემთვის ეს ისტორია ანუ რა სახელია თქო და ნუ არაფერი არავინ ამთხა არ იყო იმ დღეს ანუ ლექციაზე და ამას კაინც რა ქვია გავატარეთ და მეორე დღეს მხდება ჩემი ბავშვობის მეგობარი ლაშა მოდი ვახსენებ რომელმაც მითხრა რომ მოკლედ შენო ყავს ერთი ჯგუფელიო ანუო რომელიც მე ძალიან მომწონსო და უნდა გამაცნო. მეთქი რა პრობლემაა? შევედი Facebook-ზე ეგრევე ანუ დავამატე. აი როგორიც აი თითქოს ვამატებდი ვიღაცას რა. აი კიდია ვამატებ და ხოდა ზუსტად მესამე დღეს უნივერსიტეტში მივედი ცოტა ადრე და რაღაცას მეცადინეობდი და ვიღაც გოგო Facebook-ზე რა დაგამატე ეგ გახსოვს? არ ახსოვს. ვიღაც გოგომ ჩამიარა და მკითხა რომ რაღაც რომელსაც ეიწყება, მეთქი აი რაღაცა 20 წუთში და ვერ ვასწრებ მეცადინეობას, აუ მეც არ მაქვს მეცადინეობა და უცბად დავჯექით და ვიმეცადინეთ ერთად. თქო მე ვიცოდი თუ არა რომ შენის ანუ იყავი არ ვიცი მანდ. მაგრამ ალბათ მანდვე გავერკვიე. ეხა მოკლედ ლაშა მეუნება რომ არ იქა რაღაცა მეტი გამაცემა, მე ვერემი რომ გავიცანი თქო გოგო თქო და გაგაცდა არ არის პრობლემა თქო. და მე მეორე დღეს, მესამე დღეს, მეოთხე დღეს მე და ანუ დავგაგმეთ რომ ერთად მეცადინეობ თქონდ. ან ძალიან მოგვეწონა ერთად მეცადინეობა, ხო და ამ ლაშასაც ეხა ვახვედრებ რა და ამ ლაშას რო შევახვედრე 1-2 რაღაც დერეფანში იმაში გავიგე ამის რომ ყავს შეყვარებული. და ამ ლაშას ვინებ რომ ეს შეყვარებული ყავს თქო და დაივიწყეთ თქო და არა არ მაინტერესებსო თუ რაღაც და მე ლაშამ დაუწყო მიწერა ანუ მათ უთხრა რომ მე შეყვარებული მყავს და მოკლედ ლაშას დავემშვიდობ და ეგრე ძალიან მაგრა დავამეგობრდით მე და ანუ
ესე დავმეგობრდით. ეხლა ისტორია ანაზე, ჩემს მეორე მეჯვარეზე. რომელიც ოთახში რომ შემოვიდა, მახსოვს რომ ესე გუდაურში სრიალებდა მაშინ და ესე ქონდა თეთრი და აქ ქონდა სულ შავი რა, არა აქ შავი, სათვალე გეკეთა და არ გეკეთა ის, ბაფი, კაი. ну ხო, სახის ნახევარი ქონდა, ვიღაცა მოთხრა რომ მაკიაჟსო, ესეო რატო იკეთებო? ოღონდ მაგ დროს მე იქ არ ვიყავი. პროსტა ეგრე მყავს თანახ. ხო და ანა მთქო რომ შემოვედი, ესე ვთქვიო რომ მე უნივერსიტეტში არავის არ დაუმეგობრდებიო რა, საერთოდ ვაფშე რომ ჩავაბარეო და მე ერთხელ შე რომ შემხვდიო, ვთქვიო რომ აი რამესო თუ წყვილშიო დამავალებენო, აი ჯანდაბასო ამ გოგოსთან ერთად გავაკეთებო. მე მესამე ლექციაზე მოვიდა კიდე და ცოტა ახლოს დაგიჯექიო. ну აი მინდოდაო რა, რომ გამეცანია და უცბადო. რაღაც მომენტში ფეხსეო დაგხედეო რა გეცმო. არის ხალხო 2000 რომელი წელი? 2016 წელი და მაშინ მახსოვს ჩემ მეგობრის დეიდა ესპანეთიდან რაღაც ესპანეთიდან საქართველოში ქონდა რაღაც მაღაზია გახსნილი ესპანურ ტანსაცმელს და რაღაცებს გზავნი და ერთ-ერთი ბრენდის აი მასიმო დუტის ნაირი ბრენდია რაღაც დამოწყო სახელი გავიხსენებ აქ იმას ვიზამ გამოვაჩენ მაგ ფეხსაცმელს ყაზაჩოკი მეცვა რა და ნუ ეხა ყაზაჩოკი კი ძალიან მოდაშია მაგრამ მაშინ არ იყო მოდაში და იმენა წვეტასებად ითვლებოდა და ფეხზე დაგხედეო და ისეთ საშინელი ფეხსაცმელი გეცვაო რომ თქვიო რომ არაო ამასაცო არ მეგობრდებია მაგრამ მე მაინც დავმეგობრდით არა მე რა იყო მე გავახსენე მე გავაგზავნე მოკლედ შემდეგი დღე არის და ანა მხდება უკვე გამოსასვლელში რა და მე უნება რომ სად მიდიხარ და მეთქი აი რა ვიქვევით უნდა წავიდე და რაღაც მე მგონი ავტობუსით მივდიოდი სახლში და მეთქი ავტობუსი უნდა გავყოთ რაღაცა და მე ციკით მოვდივარ და აი მეთქი მგონია რომ ჩემთან ერთად ავტობუსით უნდა იმგზავროს და მივდივართ ფეხით და თან რაღაცებს ველაპარაკებით და სადღაც აი ძალიან ახლოსვე მე წავედიო მე იქ ვცხოვრობო და მივხვდი რომ გოგო საფთან მიმაცილებინა თავი და წავიდა ზუსტად იგივე ისტორია მაქვს უბრალოდ მე საერთოდ სხვა უბანში მივდიოდი და რომ მითხრა რომ ერთად წავიდეთ მეგონა რომ ისიც იგივე უბანში მოდიოდა მინიმუმად მერე ვაკის მერე მიდიოდა სადმე და ანუ აი შუა გზაზე ანამ რო გადაუხვია მე აქ ცხოვრება ვფიქრობდი რომ აქედან როგორ უნდა წავიდე ეგეც კი არ ვიცი მართლა არ ვიცოდი და ვინერვიულე მახსოვს სადღაც კუთხეში ქავთარაძესთან და შენ გადახვედი ვაჟა კი ვთხოვე რომ დამელოდე მეთქი ტაქსი გამოვიძახებ თქო და მე წადი თქვენ იმიტომ რომ მარტო შუა ქუჩაში რო დავრჩე ძალიან ვინერვიულე მაგრამ სირცხვილი ამხელა გოგო რომ მაგაზე ნერვიულობდი უკვე პირველ კურსზე იმდენი წელი გავიდა რაც მეგობრობთ იქამდეც მყავდნენ ძალიან ბევრი ბავშვობის ძვირფასი მეგობარი, მაგრამ მე-10 წელია მეგობრობთ და ამაზე ნამდვილი. და ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ აი სამი ადამიანის მეგობრობა არ გამოდის რა. და ხალხო გამოდის იმ შემთხვევაში, როცა სამივეს რა აქიცი? როცა ჩემი მეგობარი კი არ ხარ შენ და მე ჩემი სხვა მეგობარი შენ კი არ გემეგობრდება, ანუ ყველას რო რაღაცა ინდივიდუალური კავშირი აქვს თუ რაღაც და ანუ ყველაზე ნამდვილი და ყველაზე იცი როგორი? ნამდვილი არის ერთი და კიდე არის აი ყველაზე მეტად რომ აი გრძნობთ ერთმანეთს რა, ანუ შენში საერთოდ სხვა რაღაცეებს ხედავ მე და სხვა რაღაცეები მიყვარს, ანაში საერთოდ სხვა რაღაცეები, მაგრამ აი თქვენ ორს ერთად რო გნახულობთ, აი მან კიდე სხვა რაღაცეები მიყვარს, ანუ აი ვაფშე სხვადასხვანაირები ვართ ყველანი აბსოლუტურად, მაგრამ აი რაღაცა საერთო გვაქვს. ალბათ იუმორი რა, აი მე ყველაზე მნიშვნელოვანს მაგას ვხედავ. რომ აი თქვენ რო იუმორი არ გქონდეთ, მე ძალიან გამიჭირდებოდა. ერთი. ხო. და ნამდვილად, აი ერთად რო ვიკრიბებით. არასდროს არ ვჩუმდებით. აი უხერხულისი ჩუმი არასდროს არ არის რა. რო იყენებოდა და სიმართლეს არ ყავდა, მყავარები აღარ იმართებს რა. ანგრეთ საიცინეთ. კი, არ ვეპრანჭებით ერთმანეთს ძალიან ვაიგრე რა, აი. და აი მართლა ყველას დიდი დრო ერთად გვაქვს გატარებული მანქანაში ჭორაობაში, აი ეს არის ჩვენი ტოპ. აი მეგობრებო, შაბათი დღე არის 10:09, 9 საათზე მოვედით. მე და ხიზანი და სკამები და მაგდები დავალაგეთ. მე ჭურჭელი იყო დარჩენილი, ჭურჭელიც ჩავალაგეთ იმაში.
უჭრეს არის მანქანაში ოფისში ვართ. სოფელ ყვავილები მოიტანა, გუშინ იყიდა ღამის 2 საათზე და ეხლა უნდა გავამზადოთ საყვავილე ქარდები, რომელიც უკვე მზად გვაქვს, მაგრამ მონაწილეები დაგვემატა და ამიტომ დამატებითის გაკეთება მოგვიწევს ეხლა და მაკრატელი უნდა ვიპოვო. თიწამი იმ დღეს აქ ვაკეთებდით და ინტერესად კარი მაკრატელი. მოვიჩვენოთ ესეთი რაღაც, რომ ქარდებში იდება ყვავილები. ოღონდ ეს ქარდები ვერ შევუკვეთეთ ვერსად, იმიტომ რომ მინიმუმ რაღაც 300 ცალი უნდა შეგვეკვეთა, რომ საოცრად გამოვიყურებთ. პირველ საათამდე მაგ იმდენი საქმე, რომ ფიზიკურად ვერ ვიჭებოდით. აი, გეხვეწები რა. იცი, ეს ცვილი საკმარისია. აჯერადის დავკეტე მითხარ. ამას კამერა. ახლა ვიწყოთ ფართობის დამზადებას, აი დაახლოებით ესეთი რაღაც გამოდის. ანუ გადაკეცილი ქარდია და შუაში აქვს სივრცე, სადაც შეიძლება ყვავილი. და აი აქ ბეჭდით აწერია Tech of Georgia, რომელიც ძალიან საყვარელია. აი ძალიან საყვარელია. ეს დავამზადებინეთ კოპი პრინტში. ერთ სარეკლამოში საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად, იმიტომ რომ რაც კი ვნახე საქართველოს ვისაც კი შემოაქვს ეს ბეჭდები, ყველა ძალიან ძვირად ყიდის, ამიტომ კარგად მოიწყებათ. ჯერ დავაწერ. ხალებზე მაგალითად. ორია. ესეთი ძალიან ლამაზი ბეჭედი. რატო ადევს ესე არ ვიცით, მაგრამ ეს რა ჯანდა. აი ლამაზია რა გინდა. დაკეთ არ ვარ მოყფილები, იმიტომ რომ ძალიან უცნაურად დაწერია ჩვენი ლოგო. მე მგონა რა ასნერი სტრუქტურა იქნებოდა და რაღაცა ვითომ კარდონი აკრია. ჩვენს ხედავთ, თქვენ თუ ხედავთ, ჩვენს ხედავთ. ვები კარგია ძალიან ყაყაბია. ეს დავკეტე პირდაპირ. სტიკერები დავჭრა დედი. დავჭრა. როგორ გაგეღვიძა? ძალიან დიდი წვალება დამჭირდება. მეგობრებო, ახლა გაჩვენებთ სოფომ რამდენი გააკეთა. ნახეთ რა ლამაზია. ეს გამიქცა. ნახეთ რამდენი დააკრო. ძალიან მაგარია. მოკლედ სანამ გამოვიცვლით, ახლა სკამები და მაგდები უნდა დავალაგოთ ისე, რა. კაი გდება. თეთრი ჭიქა რო ყოფილიყო, კიდე კაი. ლამაზია. ამის ბალიშებს შემოვიტან ახლა. კარი გავაღოთ. აი დავუძღობა. აი ეს დაფარავს. ჩავიცმო და მოვალ. მოკლედ დავალაგეთ სკამები. ჩამოვამწკრივეთ. ყველაფერი მზად არის. ჩავიცვი. ჩანვარ თუ არა. ესეთი კაბა. მირეკავს კომპოტი. ალო, მოხვედით? კარგი, ეხლავა ჩამოვა. კარგი. მოკლედ შეხვედრა ძალიან კარგად მიმდინარეობს და მიკროფონი იქეთ დაგვრჩა და ეხლა ისე გელაპარაკებთ. ეხლა ყვავილები უნდა ჩავაწყოთ სასწრაფოდ და აი ეს
ისე რომ ბიჭები არ look how gorgeous our flower. კაი, ფოტო. ყვავილები, იმიტომ რომ ხვალ არის 8 მარტი და ყველა ქალი იმსახურებს მამას ყვავილს. იმედად ტიტები გიყვართ. გით მადლობა რომ მოხვედით და წინ უნდა მივწიოთ ეს და თქვენც უკვე უნდა დადგეთ და ძალიან კარგი ფოტო გადავიღოს. ერთი წამით ამას მოვწევ, ბოდიშით. ეკრანს ჯობია რომ ჩვენ გამოვჩდეთ. მოდი ჯობია რა ეკრანი დაფარეთ, არ არის აუცილებელი. მეგობრებო, ესეთი ივენთი. ჯერ საერთოდ არ ვყოფილვარ, საერთოდ მე არ ვყოფილვარ და ანუ მით უმეტეს ახლა ჩემი და ორგანიზებული არასდროს არ ყოფილა, იმენა ან არის ტოპ კლასი. ეხლა რაღაცის თქვა მინდა კიდე რასაც არ ვიტყვი. და ეს მეგობრებო, ვისაც ეს არ გაქვთ ნანახი, აი რა, просто გითხარ, შეკვეთით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. კი. ძალიან შინაურები ვართ. ესენი გავაკეთეთ, ეს კონკრეტულად ეს ფურცელი ბლოკნოტებს მოვახიეთ ხდები და მაგისგან შევკარით ეს კონსტრუქცია. ვერშია და უკანა დატარტის ლოგო. ოღონდ ეს არის თან ბრენდინგში გათვლილი და თან იმაში. და რომ დაბრენდოთ ესენი. ბიჭო, კი, მაგრამ გვითხრეს რომ 300 ცალი უნდა შეგუკვეთოთ მინიმუმ ეგეთი ფურცლები რომ დაემზადებინათ და მაგიტომ მთავარი რო იცოდეთ მეგობრებო, ეს ყვავილები არის შეძენილი ღამის ბაზრობაზე, ნავთლუხში. ღამის 3 საათზე მე და ამას რომ გახსნით, შიგნით წერია რაღაც. და ვინც არ გახსენით, ბევრი დაკარგეთ. არ წერია არაფერი. ქალთა დღეს გილოც. მეტი სათქმელი მე არაფერი მაქვს და მიკროფონი რო მოვედი დატარჩი და დაგვახვედრეს საჩუქრები. მითხარი კარგი რა არის რომ. ეს შავია. ხა, ტუში ფანქარი. ყველა ტუში ფანქარია რეალურად, მაგრამ არის შავი და არის ვარდისფერი. ვარდისფერი არ მინდა კაცო. ყველაზე არის და ვარდისფერიც არ არის ესეთი დიდი. მაყოფილი ვარ. და კიდე ის არის, აი ესეთი არის მეუბნები. რა არის ეს? ეს უფრო ნაოროჩენი რაღაც ჩანს. აი, ხა გავხსნი unboxing-ი. ძალიან მაგარია. პირველ რიგში ძალიან კაი ჩანთა. აი, ჩანთა სხვა რაღაცაშიც გამოგვედგება, მშვენიერი. აი. ხა ბიჭები დაიბოღმებიან რა, მაგაც რა აქვს საჩუქარი. რაკნა. მოგაჩუქეს. გადასარავი. თვალის ფანქარი მშვენიერი. ხა თვალის არის კი. Made in Germany. მშვენიერი. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ეს ჩემი გერმანელი. ხა ტუშის აპლიკატორი მივხვდით. მეგორია მშვენიერი ვიზუალით. გონიეს, ნახე როგორი ის ქონდა. მშვენიერი. ძალიან კარგი. მადლობა. დატარტის ბიჭებს. მაყოფილი ვარ, კი. სამსახურიდან გამოვედი ცოტა ადრე და მოვედი PSP-ში, იმიტომ რომ გუშინ საერთოდ ამომივარდა თავიდან, რომ რაღაცები მქონდა საყიდელი, მათ შორის კრემები, მზის დამცავი და ასე შემდეგ და ეხლა შევალდა ვიყიდი, მოვედი შედარებით დიდ PSP-ში, მანქანა ყავს გაჩერებული აი საშინლად, მაგრამ იმედია მოვასწრებ და არ დამაჯარიმებენ. ამაზე არის ხო ფასდაკლება? ვიყიდე ისვი არის სტიკი, ზის დამცავი ესეთი.
რომელიც ანუ მირჩია ჩემი მეგობარმა, იმიტომ რომ მე ვხმარობ მიზონს, მიზონის ინაუთს და სამწუხაროდ თბილისში აღარსად აღარ არის. და ვიყიდე ასევე ჰიალობიოტიკი. ეს არის რომელსაც ძალიან კარგად ხმარობ. დანარჩენი ყველაფერი ჯერჯერობით მაქვს მარაგში და საფრთხემდე არ დამჭირდება. წავედი სახლში, ცოტა უნდა დავისვენო და მე ძალიან პატარა რაღაცები მაქვს ისო გასაკეთებელი სამუშაო. ბაი. მოკლედ, ახლა მოვედი ვიდეოების გადასაცემად ჩემს ედიტორთან და დღეს შევიტყვეთ ესეთი ნიუსი. ჩემი დაიყო ეხოზე, სქესი გვაინტერესებდა, პირველ ეხოზე რომ მივიდა, უთხრეს რომ არისო ბიჭი, არა, თვითონ დაინახეს რომ იყო ბიჭი. ოღონდ ექიმმა უთხრა რომ არ იჩქაროთო რა, დაელოდეთო რაღაც შესაბამის დროსო და ამათმა გაიგიჟეს თავი რომ ბიჭიო თუ რაღაც და სანამ ამ ბიჭს სქესზე წავიდა და საუბარი მე ვუთხარი რომ მეთქი ჩემ გოგო თუ იქნება თქო ჩემს ახლოს თუ და არ ქმევთქო ნუ რაღაც კონკრეტული თანხა ვუთხარი რომ მეთქი ბაუქს მეთქი ხელფასად დაუნიშნავ თქო რომ და ეს რა ქვია მე აღმოჩნდა ბიჭი ნუ ამათმა როგორც თქოს რომ აი დავინახეთ და შანსი არ არის და დღეს მივიდნენ ეხოზე და უთხრეს რომ გოგოაო ანუ ხალხო ხელფასის გადახდა მომიწევს ცოფო გესმის არა მართლა გოგოაო და აღარ არქმევს რომ არა ნახე ეხლა რას არქმევენ რა ნუ ანა ვუთხარი მე თავის როზე რა და მე ჩემი და ხო მასწავლებელი ახატვის და იქ ბავშვებმა უთხრეს რომ კიანა დაარქვიო რა ვიღაცა გმირს ქვია და ეს გაგიჟდა კიანაზე და კიანას დაარქმევს კი კიანა და ვფიქრობ რომ ეხა კიანაზე ხო არ დავაკლო ცოტა მაგრამ ცოდოა ბავშვი ნახევარი დააკეთე. ნახევარი 50% დავაკლავთ. ეხლა რა უყურებთ ეს ამ ვიდეოს? საყვარლობა გოგორო. საყვარლობა ნასთან გავხარდა და ცოტნე იჯდა გაბრაზებული თურმე მანქანაში. აი წავედი შემდეგ ბლოგში შეგხვდებით.